მშვიდობა, გამარჯობათ. ეხლა სოციქსში გავცელდა ესეთი ისტორიული პატარა ინფორმაცია, რომ გერმანიაში 1953 წელს სიკვდილით დასაჯეს ქალი ელფრიდა შოლცი, როგორც აღმოჩნდა ერიხ მარია რემარკის და, რომელიც ყვიროდა სახალხოდ, რომ გერმანია განწირულია, ეს კიდევ 53 წელში აცხადებდა. გერმანია განწირულიაო და დამარცხებისთვის და ჰიტლერსო დიდი სიამოვნებით დავახლიდით ყიასო შუბშიო. ამის გამო მას თავი მოკვეთეს. ეხლა მე რა მინდა ვთქვა, სასულიერო თვალსაზრისით შევხედვა ამას ყველაფერს, სულიერი თვალსაზრისით. ქრისტიანული სოფხედველობით. საერთოდ ეს ერთგვარი ჯვარცმაა იმ ადამიანის, რა თქმა უნდა. მათეს სახარებაში წერია მეხუთე თავში, რომ ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი. და ვის არ უნდა იყოს ეს ადამიანი, რომელი აღსარებლობის თუ რომელი რელიგიის, რომელი ეთნოსის წევრი. ადამიანს, რომელსაც სიკვდილის ჯიან, ეს არის მოწამებრივი ღვაწლი. ხო შეეძლო ვთქვათ, როგორი მომენტია იცით, რომ არიან ადამიანები, რა თქმა უნდა, ვინც ამას ხედავდა შეიძლება ელფრიდა შოლცივით, მაგრამ ხმას არ იღებდა, იმიტომ რომ ვთქვათ, შეეშინდა. ხო არიან ადამიანები, რომლებიც აი საქართველოში ცაბა ომი გვინდა, ხო? ხედავენ, რომ ვთქვათ, რუსეთი ბოროტება, მაგრამ ომი არ გვინდა და მოდი გავჩუმდეთ რაღაცა დაუთმოთ, არ გავაღიზიანოთ, ხო? აი ესეთი ადამიანები, რომლებიც მზად არ არიან თავგანწირვისთვის. არ განმიკითხავ, მე ავიძახი, რომ ეხლა ცუდები არიან და რაღაცა. ხო არავის არ გვინდა ომი, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ისეთი მომენტები, როცა უკვე აი მაღალი ფასეულობისთვის თავს წირავ და ამით ცხონდები. უბრალოდ იმაზე კი არ ფიქრობ, რომ ბიოლოგიურად შეინარჩუნო ეს საწყალი სიცოცხლე, მართლაც პრობლემებით ახსავს, ისედაც ჩვენი ცხოვრება მაინც ჯვარცმაა, ისედაც წანჯვა აქ, აი თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი, აქ თავგანწირვა მაღალი იდეისთვის, საკუთარი თავის მშრალად შეწირვა. დიახ, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი აი ისტორიაში დარჩა ეს პიროვნება, ხო? მაშინაც ალბათ ბევრისთვის მაგალითის მიმცემი იქნებოდა. აი თუნდაც ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ქეთევან წამებული, ჩვენი კახეთის დედოფალი, როდესაც შაჰ-აბასმა აწამა. მასაც ჰქონდა შეთავაზება, რომ თუ უარყოფდა ქრისტიანობას, ყველანაირი საუკეთესო პირობები ექმნებოდა გარეგნული, ასე ვთქვათ, მატერიალური თვალსაზრისით ის იქნებოდა შაჰ-აბასის ცოლი გახდებოდა და ყველანაირი პრივილეგია, მშვენიერი ცხოვრება, რაღაცა, მაგრამ ქეთევან დედოფალმა არჩია ეს ჯვარცმა, ეს მოღვაწეობა და ამითი ცხონდა და წმინდანებში შეირაცხა. იცით რა არის, თან ამავე დროს, როცა მომწამებრივი ღვაწლი ეკისრება ადამიანს, თვითონ კისრულობს. რაღაცა სინერგია აქვს ღმერთისა და ადამიანის ურთიერთთანამშრომლობაზეა ლაპარაკი, ხო? როცა ადამიანი მოწამებრივად ესეთ კისრულობს, მასის ცოდებიც მიეტევება, რომელიც მას აქვს ჩადენილი. შეიძლება ასეთ თამამ ადამიანებს ესეთი, ვისაც შეუძლია ესეთი რაღაცა ასე ვთქვათ, ამხელა ტვირთი იტვირთონ, ესე საჯაროდ ესე და სიკვდილი დაისაჯონ და ამავე დროს ხრედაც იყვნენ, ხო, სიკვდილის წინ. ასეთი ადამიანებს ამავე დროს უფრო მეტი დიდი არასრულყოფილებაც აქვთ, ანუ ცოდვილებიც არიან უფრო მეტად კიდევ, ალბათ ვიდრე სხვა. და ზუსტად ეს მოწამებრივი სისხლი განწმენს მათ ცოდებისგან. მშვიდობას გისურვებთ, მეგობრებო, ჯანმრთელობას და წმენდაში სიმტკიცეს. Yo.